რა არის სინამდვილეში დამოკიდებულება? ხშირად გავრცელებულია ხო ეს აღქმა, რომ თითქოს ნარკოტიკი ან ალკოჰოლი ან ნებისმიერი ქცევითი ადიქცია არის ზუსტად დამოკიდებულება. ამ დროს ეს ყველაფერი არის უბრალოდ დაავადება დამოკიდებულების გამოვლინება. ეს არის სხვადასხვა ხერხები, სხვადასხვა გზები, სხვადასხვა მიჯაჭვულობები იმ ტკივილის გასაყუჩებლად, რასაც დამოკიდებული ადამიანი თავის თავშივე გრძნობს. დამოკიდებულება ეს არის დაავადება, ანუ ამაზე მსოფლიო თანხმდება უკვე 100 წელზე მეტია. გენეტიკური ფაქტორი, რაც როგორც ვახსენე, ბოლო კვლევები ჩვენებს რომ 60-დან 80%-მდე არის უკვე გენეტიკის ფაქტორი ამ ყველაფერში. აქ განიხილება როგორც ვთქვათ წინაპრები, ისე განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ქვეყანა, სოციუმი და ეს არის თუნდაც ქვეყნის ისტორია, ხო? საქართველოს ისტორიაც რო ავიღოთ, ახლა არასდროს სიწყნარი და სიმშვიდე არ ყოფილა ჩვენთან, სულ იყო რაღაც დაძაბულობები, დაპყრობები, ну მოკლედ გადმონაშთი რაც არის, ხო? როგორც წამოვიდა თაობებს, როგორც გადმოეცა და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მაგის გათვალისწინებაც. დანარჩენი უკვე 20-დან 40%-მდე ეს არის მოხმარებაში განმტკიცებული და შეძენილი.